კესარია აბრამიძის საქმე, ბრალდებული ბექაჯაიანის ჩვენება. კესარია აბრამიძე, რომელიც ტრანსცენდენტალური ხალი იყო, მას ყავდა შეყვარებული ბექაჯაიანი, რომელიც გაიცემეთ ხუთში, მას შემდეგ რაც ბექაჯაიანთან დაიჭირა ურთიერთობა კესარიამ, კესარიას ყოველდღიურობა შეიცვალა, ის იშვიათად გამოდიოდა საქმიდან, ამის მიზეზი კი ბექას დამოკიდებულება იყო შემთხვევა, როდესაც მეგობრები მიდიოდნენ კაფეში, კესარია უთხრა უარი უთხრა წასვლაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მისი თქმით არ იცოდა რა მიზეზი იყო ბექასთვის, რომ გაემართლებია თავის საქმიდან გასვლის მიზეზი. ერთხელ როდესაც მასთან იმყოფებოდა ხილაში, ბექაჯაიანი იყო აგრესიული და კესოს მიმართავდა სიტყვებით დაიგდეო, კესო ხშირად ეუბნებოდა, რომ ბექა მას ამცირებდა, ეუბნებოდა, რომ კესო იყო მამაკაცი, იყო უშროდა ამის გამო სცენა კიდეც. 2023 წლის სექტემბერში, როდესაც ბექა დაბრუნდა გერმანიიდან, კვლავ დაიწყო კესარიას ჯოჯოქებული ცხოვრება, კერძოდ ამცირებდა მას და ფიზიკურ შევარდობას აკნებდა თითქმის ყოველდღიურად. ეცნო დაახლოებით 3 თვის წინაშენა დაუჯერებული სხეული ელთან, თვალთან და მხრის არეში კესოს თქმით ის სცემა ბექაჯაიანმა, მიზეზი კი იყო კესოს ტელეფონზე შესული შეტყობინება, რადგანაც ბექამ უთხრა კესოს ეჩვენებინა ტელეფონი უარის მიღების გამო კი სცემა.